გამარჯობათ, ძვირფასო მეგობრებო. დღეს მინდა რომ მოგიყვეთ ასანების შესახებ. ანუ მე მოგცემთ იოგა ასანების 7-ვე ჩაკრისათვის და კიდევ დამატებით სხვა ძირითად იოგა ასანებს, რომლებიც საკმაოდ მარტივი შესასრულებელი არის, უსაფრთხოა. და მოვუყვებით მოკლედ ამ ასანების დასახელებებსა და აღწერებს. ვიწყებთ ქვედა, ანუ პირველი ჩაკრიდან და ავდივართ მე-7 ჩაკრამდე. პირველი მულადჰარა, ანუ ფესვის საყრდენი ჩაკრისათვის ასანა ტადასანა, მთის პოზა. დადგით ფეხები ერთმანეთის პარალელურად, ერთად შეატყუპეთ, გაასწორეთ ხერხემალი, ხელები მოადუნეთ და გვერდზე ჩამოუშვით, ან ზემოთ ასწიეთ. ყურადღება გადაიტანეთ ფეხის ქუსლებზე, იგრძენით მიწასთან კავშირი. ეს პოზა სტაბილურობას აძლიერებს. შემდეგ გაიწიეთ ფეხის წვერებზე, ცოტა ხანი ესე გაჩერდით, მერე ჩამოდით ქუსლებზე. მერე ასწიეთ ფეხის წვერები და ქუსლებზე დადექით. ასე გააკეთეთ ნელა 9-ჯერ. შეგიძლიათ ასევე მონაცვლეობით იაროთ 1-2 ნაბიჯი წვერებზე, 1-2 ნაბიჯი ქუსლებზე, 1-2 ნაბიჯი წვერებზე, 1-2 ნაბიჯი ქუსლებზე. ესეც 9-ჯერ. მალასანა ღრმა ჩაჯდომა. ფეხები გაშალეთ მხრებზე უფრო ფართედ და ჩაჯექით ბოლომდე ღრმად, ჩაეკიდეთ. ხელები მუხლებს შემოხვლიეთ. ამის უფრო რთული ვარიანტი არის, რომ ხელის გულები გულთან შეაერთოთ. იდაყვები დააჭერეთ მუხლებს და ხერხემალი გაასწორეთ. ეს ხსნის საზარდულს და აძლიერებს პირველ ჩაკრას. მეორე ჩაკრა სხვათვისტანასათვის. ბადა კონასანა, პეპელას პოზა. დაჭიქით იატაკზე, თქონდა ხალიჩაზე, ან იოგა ხალიჩა კიდევ უკეთესი. ფეხები ფეხის გულებით შეაერთეთ, ისე რომ მუხლებში მუხარეთ და მუხლები რო გვერდზე გადაიწიოს, გადაშალეთ მაქსიმალურად. ხელებით ოდნავ დააწექით. ცოტა იატაკისაკენ. ოღონდ არა ისე ძლიერად, რომ რამე დაიშალოთ, ძალიანაც ძალა არ დაატანოთ. მერე ხელები გაუშვით და ნელ-ნელა ზურგზე დაწექით. ისე რომ ფეხები დატოვეთ იგივე პოზაში. თუ არ გამოგდით, მაშინ შეგიძლიათ დაწვეთ და მერე შეაერთოთ ფეხის გულები ასეთ პოზაში. ესეც საზარდულს აქტიურებს და ქალურ და მამაკაცურ ენერგიას ზრდის. კობრას პოზა, ფუჯანგასანა. დაწექით მუცელზე, ხელის გულები მკერდის ქვემოთ დადევით, ბოლომდე იატაკზე, იდაყვები მოხრილი, ჩაისუნთქეთ და მკერდი მაღლა ასწიეთ. ჯერ იდაყვები მოხრილია, ანუ ოდნავ ვიწევით. მერე უკვე პრაქტიკაში თანდათანობით, როდესაც მივაჩვევით, იდაყვებს ვშლით, ოღონდ ბოლომდე არა. საერთოდ ნებისმიერი ვარჯიშის დროს იდაყვებს ბოლომდე არ ვშლით, რომ არ დავაზიანოთ ეს სახსარი, იდაყვების სახსარი. თვალებით ვიყურებით წინ ან ზემოთ. ყელი აჭიმული გვაქვს, იმიტომ რომ ნიკაპით ზემოთ იყურება. მესამე მანიპურა მზის წნულისათვის. ნავასანა. დაჭიქით, ფეხები წინ გაშალეთ. ოდნავ გადაიხარეთ უკან და ფეხები ასწიეთ 45 გრადუსზე. ხელები წინ გაშალეთ. ზურგის სწორი. ეს წავს მუცლის ცხიმს. დაახლოებით ვ პოზაში ვართ, ისეთი პოზა უნდა მოახერხოთ, ისე უნდა ასწიოთ ფეხები და ისე უნდა გადაიწიოთ ოდნავ უკან, რომ შეძლოთ ამ პოზაში ბალანსის დაჭერა. ხელები სწორედ და ჰორიზონტალურად, ერთმანეთს პარალელურად და სწორედ გამოშვერილი გვაქვს წინ და ესე ვჩერდებით ცოტა ხანი. მერე დავეღლებით ჩამოუშვებთ, ცოტა ხანი დავიზუნებთ, ისევ გავიმეორებთ.
ყოველ ასანას ვიმეორებთ 9-9-ჯერ. თანურასანა შვილდის პოზა. დაწეკით მუცელზე, მოხარეთ მუხლები, ასიეთ უკან მოხრილი ფეხები. ოდნავ აიწიეთ და ხელები დაიჭირეთ ტერფები. ჩაისუნთქეთ და მკერდი და ფეხები ერთდროულად აწიეთ. ესე ძალიან აძლიერებს ენერგიას, მაგრამ ეს საკმაოდ რთული პოზა არის. შეიძლება თქვენთან ვერ გავაკეთოთ და დაგჭირდეთ ვინმეს მოხმარება, რომ ხელით გეტარფები ეს როგორმე ის მოგეხმაროთ, რომ ხელით მიწვდეთ ფეხის ტერფებს. ანაჰატა გულის ჩაკრა. მაციასანა თევზის პოზა. დაწეკით ზურგზე, ფეხები გაშლილი, იდაყვებს დაეყრდენით, ცოტა წამოეწიეთ, მკერდი მაღლა ასწიეთ, გამოსნიქეთ, თავი გადასწიეთ უკან, ისე რომ მაქსიმალურად ყელი იყოს მოჭიმული წინ. კეფით შეეხეთ იატაკს. ეს ხსნის გულსა და ფილტვებს. ცოტა ხანი გაჩერდით ასეთ პოზაში. შეგიძლიათ ესეც ამდენჯერმე გაიმეოროთ. უსტრასანა აკლემი. დაჩოქილი ხართ, მუხლები ფართოდ გაშლილი, ჩაისუნთქეთ და სხეული უკან გადახარეთ. ხელები დააჭირეთ ქუსლებს. დაეყრდენით ხელების ქუსლებს და მაქსიმალურად მენჯი გამოსნიქეთ წინ, ზურგის სწორენ. მაქსიმალურად გაიზნიქეთ. ეს აძლიერებს გულს და ხსნის ემოციურ ბლოკებს. ფიშუთხასთვის, ყელის ჩაკრასათვის, სიმჰასანა ლომის პოზა. დაჭიქით მუხლებზე ან ლოტოსში, ღრმად ჩაისუნთქეთ ცხვირით, ამოსუნთქვისას პირი ფართოდ გააღეთ. ენა მაქსიმალურად წინ გამოყავით და ხმამაღლა თქვით ჰა. ეს ხსნის ხმოვან ცენტრს. მეექვსე აჯნა, მესამე თვალისათვის. ბალასანა ბავშვის პოზა. მუხლებზე ჩაჯიქით ბოლომდე, ქუსლებზე ჩაჯიქით, სხეული წინ გადახარეთ, ფეხები შეტყობებული გაქვთ ისე ხარ. სხეული წინ გადახარეთ და შუბლი იატაკს დაადეთ. ხელებით წინ, გვერდზე გაშალეთ. ეს ამშვიდებს გონებას და აქტიურებს ინტუიციას. პადმასანა ლოტოსი. ჩაჯიქით ლოტოსის პოზაში, ფეხმორთმით, ზურგი გაასწორეთ, ხელები მუხლებზე დაიდეთ, თვალები დახუჭეთ და გადაიტანეთ ფოკუსი სუნთქვაზე. აძლიერებს კონცენტრაციასა და ხედვას. მერე დაწეკით, ხელები გაშლილი მხრების გასწვრივ, მარცხენა ფეხი მოხარეთ და გადამოიტანეთ მარჯვნივ, ისე რომ წელს ქვემოთ გადმობრუნდეთ. წელს ზემოთ, ბოლომდე ორივე ბეჭი უნდა გედოთ და მხოლოდ წელს ქვემოთ უნდა გადმობრუნდეთ, მენჯი უნდა გადმოაბრუნოთ ოდნავ. 1-2 წუთი ასე გაჩერდით. მერე მარჯვენა ხელი გადაიტანეთ მარცხნივ, ისე რომ ფეხები იგივე პოზაში დატოვოთ. 1-2 წუთი და იგივე გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. მეშვიდე საჰასრარა გვირგვინის ჩაკრა. სავასანა მიცვალებულის პოზა. დაწეკით ზურგზე, ხელები გვერდებზე გაშალეთ, თვალები დახუჭეთ, სხეული სრულად მოადუნეთ. ანიჭებს სულიერ სიმშვიდესა და ესე იგი ამ მეშვიდე ჩაკრას ხსნის. კიდე მაქვს რამოდენიმე დამატებითი ასანა. მარჯარაიასანა კატის მოძრაობა და ათხომუჰა სვანასანა დაბლმომავალი ძაღლი. ეს ფაქტობრივად ერთდროულად კეთდება ეს ორი ასანა და როგორ ხდება? ვდგებით 4-ზე, ჩავსნიქავთ ზურგს და თავს მაღლა ვწერთ, ეს არის კატის მოძრაობა, მერე ამობურცავთ ზურგს და თავს დაბლავწერთ, ისე რომ ქვემოთ და უკან ვხედებით, ეს უკვე არის ძაღლის პოზა და ეს მონაცვლეობით ამასაც 9-ჯერ ვაკეთებთ. ვირაბ ჰადრასანა, ჰადრასანა მებრძოლის პირველი პოზა. ერთი ფეხი წინ, მუხლი მოხრილი,
მეორე ფეხი უკან გაჭიმული. ხელები მაღლა აწეული, აძლიერებს ფეხებს, ავითარებს სტაბილურობას. ვირაფხადრასანა მეორე, მებრძოლის მეორე პოზა. იგივე პოზა, მაგრამ ხელებია გაშლილი გვერდებზე. ავითარებს კონცენტრაციასა და ძალას. ვრიქშასანა მთის პოზა, ერთი ფეხი იატაკზე, მეორე ფეხი ბარწახზე ან წყლებზე შემოდებული. ისე რომ ეს მოხრილი ფეხი რო გვაქვს, ეს მოხრილი ფეხის მუხლი იყურება განზე. ხელები გულთან ან ზემოთ, ამაგრებს ბალანსს და ამშვიდებს გონებას. ართა მაციენდროსანა, მეფური ასანა. ციხარ იატაკზე ერთი ფეხი გაშლილი გაქვს წინ, მეორე ფეხი მოხრილი, გადადებული გაქვს გაშლილი ფეხის მუხლის გვერდით თქო გარეთ არის გამოტანილი, ანუ მუხლს გარეთ, ტანით შებრუნებული ხარ მოხრილი ფეხის მიმართულებით. მოპირდაპირე იდაყვი ეყრდნობა მოხრილი ფეხის მუხლს, ხოლო მეორე ხელი უკან არის დაბჯენილი იატაკზე და თავი უკან მიატრიალე. ეს არის მთელი ჩვენი ასანები. მე ასანების სახელწოდებები მაქვს სპეციალურად ჩამოწერილი ინგლისური ასოებით, რომ რასაც ეს მოსმენით ვერ გაიგებთ, YouTube-ზე ჩააგდოთ ეს სახელწოდება და აუცილებლად ამას ვიზუალურად ნახავთ იმ პოზას, რომელიც დავუშვათ ესე მოსმენით გაუგებარი იყო თქვენთვის. მე კი გემშვიდობებით.